ფაშიზმზე გამარჯვება უდიდესი მოვლენა იყო მთელ მსოფლიოში. ყველა ცივილიზებული ქვეყანა, ცივილიზებული სამყარო ზეიმობს ამ დღეს. საქართველომ ჩვენმა თანამემამულებმა უდიდესი მონაწილეობა და უდიდესი ნაკლი განიცადეს ამ ომის დროს. 300,000 მეტი ჩვენი თანამემამულე დაეცა ამ ომში, განსაკუთრებულად სასტიკ ბრძოლებში ქერჩიდან მხოლოდ ქერჩში დაიხო 120,000 მეტი ქართველი. ჩვენმა თანამემამულეებმა გამარჯვებამდე იბრძოლეს და გამარჯვებამდე მიიყვანეს ეს ომი. ძალიან ბევრი გმირი დაგუბრუნდა. უფრო მეტი უსახელო ჯარისკაცი ჰყავს. პატივი მივაგოთ დღეს მათ ხსოვნას. კიდევ ერთხელ პატივი მივაგოთ მათ ხსოვნასაც, ვინც დაბრუნდნენ და დღეს ჩვენს რიგებში აღარ არიან. ისე როგორც ყველა ცივილიზებული ქვეყანა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენმა ვეტერანებმა ღირსეულად და ადამიანურად გააგრძელონ ცხოვრება. კიდევ ერთხელ გილოცავთ, გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. 9 მაისი მინდა მიულოცო მთელ საქართველოს და განსაკუთრებით ბუნებრივია ჩვენს ვეტერანებს. საქართველო მაჩვენა მასიური ჰეროიზმის ყველაზე გამორჩეული მაგალითი. ჩვენ ყველაზე დიდი მსხვერპლი გავიღეთ ჩვენს მოსახლეობასთან შეფარდებით ამ ომში და რა თქმა უნდა ჩვენი ღირსების საქმეა, ხელისუფლების, საზოგადოების ღირსების საქმეა, რომ ეს ხალხი ვეტერანები დაფასებული გვყავდეს. ჩვენ რაღაც ნაბიჯებს ვდგამთ უკვე ძალიან კონკრეტულს, რომ მათი ღვაწლი დაფასებული იყოს, მათი სოციალური პირობები გაუმჯობესებული, მაგრამ ყველაზე უფრო რაც ჭირდებათ ამ ადამიანებს ეს არის სწორედ ურთიერთობა. ეს არის დამოკიდებულება, რაც დარწმუნებული ვარ მათ ცხოვრების და მუშაობის და არსებობის სტიმულს მისცემს, მიუხედავად იმისა, რომ ასაკში არიან, ხედავთ რა მხნედ არიან და მე მინდა მათ დიდხანს სიცოცხლე უსურვო.